7 საათი იყო გასული შუაღამემდე, როცა თბილისის ეროვნული საბჭოს შენობაში აღმოჩენილ იქნა დოკუმენტი, რომელიც არ უნდა არსებობულიყო. ბრძანება ხელმოწერილი უცნობი პირის მიერ, სადაც წერია, დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალი უნდა განადგურდეს 26 მაისის შემდეგ. ვინ დაწერა ეს ბრძანება? რატომ უნდა განადგურებულიყო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს თავისუფლების სიმბოლოდ იქცა? უფრო მნიშვნელოვანია, რა ნამდვილად მოხდა იმ ღამეს 25 მაისიდან 26-ზე გადასვლისას თბილისის იმ სასახლეში, სადაც მხოლოდ 12 ადამიანი იმყოფებოდა? არქივებში შემონახულია ჩანაწერი, რომელიც ყვება ჩხენკელის ბოლო სიტყვებს იმ ღამეს: თუ ხვალ ხელს ვაწერ, ჩვენ ყველანი მკვდებით. თუ არ ვაწერ, ქართველები აღარასოდეს იარსებებენ. რა ძალა მაიძულა ეს კაცი, რომელიც თავის ოჯახს 2 წელიწადს არ უნახავს, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა? 25 მაისის საღამოს ჩხენკელი მარტო იჯდა თავის კაბინეტში. მისი ხელში იყო წერილი, რომელიც ძმამ გამოუგზავნა მას თბილისიდან, წერილი, რომელიც არასოდეს არ მიუღია ოფიციალურ მისამართზე, არამედ ჩააბარეს ერთმა უცნობმა ქალმა, რომელმაც თქვა, ის გინახავს. ის იცის, რას აპირებ. შენი ოჯახი საფრთხეშია. ამ წერილში წერია რამოდენიმე სტრიქონი, რომელიც ჩხენკელის სიცოცხლეს შეცვლიდა სამუდამოდ, ნუ გააკეთებ ამას. თურქები მოდიან. რუსეთი არ დაგვივიწყებს. გერმანელები გიყენებენ და გადაგიგდებენ. შენ არ ხარ ის კაცი, რომელსაც უნდა ეს პასუხისმგებლობა. შენ ხარ მხოლოდ პოლიტიკოსი, არა ჯადოქარი. მაგრამ ამ წერილში რაღაც სხვა იყო ჩამალული, პატარა ფურცელი, დაწერილი მისი ცოლის ხელით. მხოლოდ 2 სიტყვა: შემოდი სახლში. ჩხენკელმა იცოდა, რომ ის 12 თვეს არ ნახა თავისი ოჯახი, რომ მისი 2 ვაჟი აღარ ახსოვთ, როგორია მამის ხმა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ამ საღამოს წავა სახლში, ხვალ ის ვერ მოასწრებს საბჭოს შეკრებას. ის ვერ მოასწრებს იმ მომენტს, როცა საქართველო გამოცხადდება დამოუკიდებელ რესპუბლიკად. ვინ იცოდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ოჯახური ბედნიერება ერთმანეთს ასე დაუპირისპირდებოდა ერთი ადამიანის გულში. იმ ღამეს, როცა თბილისის ქუჩებში უკვე სიჩუმე დამყარდა, ჩხენკელის კაბინეტში შევიდა ადამიანი, რომლის სახელი არ არის დაფიქსირებული არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. თანამედროვე მოწმეები მას უწოდებენ მესამე კაცს მოხუცი, რომელსაც უცნობი წარმომავლობა ჰქონდა და რომელიც სხვა დროს სულ სხვა ადამიანების მრჩეველი იყო. ეს კაცი მოუტანა ჩხენკელს რუკა, არა უბრალო რუკა, არამედ სამხედრო დაზვერვის რუკას, სადაც აღნიშნული იყო თურქული ჯარის პოზიციები, რუსული ჯარის საიდუმლო ბაზები და გერმანული დიპლომატიური მისიის კონტაქტები. ამ რუკაზე წითელი ხაზი გადიოდა თბილისის გავლით და აბოლებოდა ბათუმში, ხაზი, რომელიც აჩვენებდა თურქული ჯარის მომავალ მარშრუტს. თქვენ გაქვთ 3 დღე. თქვა მოხუცმა და გაქრა კარის მიღმა, თითქოს აღარასოდეს არსებულიყო. 25 მაისის ღამით გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე, რომელზეც მხოლოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა, მოისმინა საკმაოდ უცნაური თხოვნა. ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის ვინაობა დღემდე უცნობია, თქვა, არ უნდა მოხდეს დამოუკიდებლობის გამოცხადება 26 მაისს. ის თარიღი არის ხაფანგი. როცა მას ჰკითხეს მიზეზი, მან უპასუხა, იმიტომ რომ იმავე დღეს 26 მაისს 1918 წელს სამხრეთ კავკასიაში მოხდება 3 მნიშვნელოვანი მოვლენა ერთდროულად და ვერც ერთი მათგანი არ იქნება საქართველოს სასარგებლოდ. მან არ განმარტა რა იყო ეს 3 მოვლენა, მაგრამ ჩხენკელმა დაინახა მის თვალებში შიში, რომელიც არ იყო თვითნებური, არამედ რაღაც ძალიან კონკრეტული და საშიში ცოდნა. შუაღამის შემდეგ ჩხენკელი მივიდა ნოე ჟორდანიასთან, რომელიც იმ დროს იყო ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე. ისინი იყვნენ პოლიტიკური მოკავშირეები. მაგრამ არა მეგობრები, მათ შორის იყო დაძაბულობა, რომელიც არავინ არ აფიქსირებდა საჯარო დოკუმენტებში, მაგრამ რომელსაც ყველა გრძნობდა. ჟორდანიას სახლში, პატარა ოთახში, სადაც მხოლოდ ერთი სანთელი ანათებდა, ჩხენკელმა უთხრა ჟორდანიას ის, რაც არ აქვს დაფიქსირებული არც ერთ ისტორიულ წყაროში. თუ ხვალ გამოაცხადებთ დამოუკიდებლობას, ჩვენ დავიწყებთ ომს არა ერთ, არამედ 3 ფრონტზე ერთდროულად, თურქებთან, რუსებთან და ჩვენს საკუთარ ხალხთან, რომელიც არ ესმის, რატომ წყვეტ კავშირს რუსეთთან. ჟორდანიამ გაჩუმდა, შემდეგ კი უპასუხა, მაშინ ჩვენ არ გვაქვს არჩევანი. ან მკვდებით თავისუფლად, ან ვიცოცხლებთ მონურად. მაგრამ ის, რაც ამ საუბრის შემდეგ მოხდა, დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებად იმ ეპოქისა. ჩხენკელი დაბრუნდა თავის კაბინეტში და იპოვა მაგიდაზე პატარა კონვერტი, რომელზეც არ იყო დაწერილი არაფერი, მხოლოდ წითელი ბეჭედი, რომელიც წარმოადგენდა ძველ ქართულ ჯვარს. კონვერტში იყო ფოტოსურათი, ჩხენკელის 2 ვაჯი, რომლებიც თამაშობდნენ ბაღში.
ფოტოზე უკან ხელით იყო დაწერილი: ისინი არ იციან, რომ მათი მამა აპირებს რაღაცის გაკეთებას, რაც ყველაფერს შეცვლის. შენ მართლა გჯერა, რომ შენს გადაწყვეტილებას ღირს შენი შვილების მომავალი? ვინ გააგზავნა ეს ფოტო? როგორ იცოდა ამ ადამიანმა, რომ ჩხენკელი იქნებოდა თავის კაბინეტში ზუსტად იმ საათს? უფრო მთავარია, რა სახის დაშინების მეთოდი იყო ეს? 26 მაისის დილით, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე საბჭოს შეკრების დაწყებამდე, ჩხენკელს ეწვია კაცი, რომლის სახელით საიდუმლოა დღემდე მოწმეები მას უწოდებენ დოქტორ გ. ეს ადამიანი, რომელიც ცნობილი იყო როგორც ექიმი და როგორც პოლიტიკური მრჩეველი, მოუტანა ჩხენკელს ჩაის თასს და უთხრა: დალიე ეს დაგეხმარება. დღეს შენ გჭირდება სიმშვიდე, არა ნერვიულობა. ჩხენკელმა დალია ის ჩაი, რომელსაც გემო ჰქონდა უცნაური, ოდნავ მწარე, მაგრამ რომელმაც ნამდვილად დააწყნარა მისი სული. მხოლოდ 10 წლის შემდეგ, როცა ჩხენკელი იმყოფებოდა ემიგრაციაში, მან გაიხსენა ამ ჩაის გემო და სთხოვა ერთ-ერთ ფარმაცევტს, რომ გამოერკვია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ჩაიში. ფარმაცევტის პასუხი იყო შოკისმომგვრელი. ეს იყო კომბინაცია ვალერიანასა და მცირე დოზის ოპიუმისა, საკმარისი, რომ დაამშვიდოს ადამიანი, მაგრამ არა იმდენი, რომ შეაფერხოს მისი აზროვნება. რატომ დაალევინა ამ ადამიანმა ჩხენკელს მედიკამენტები იმ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს? რა სახის გავლენას მოახდენდა ეს ნივთიერება ჩხენკელის გადაწყვეტილებაზე დაწეროს თუ არა ხელი დამოუკიდებლობის აქტზე? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ გაუგზავნა ეს დოქტორი ზუსტად იმ დროს იმ ადგილას? არქივებში არ არის ვერანაირი ჩანაწერი ამ ვიზიტის შესახებ, მაგრამ ორი სხვადასხვა მოწმე ადასტურებს, რომ ამ კაცმა იქონია შესვლა ჩხენკელის კაბინეტში და დარჩა იქ დაახლოებით 10 წუთი. საბჭოს შეკრება დაიწყო 9 საათზე დილით. ოთახში იმყოფებოდა 24 ადამიანი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა თავისი მიზეზი იყოს იქ, თავისი მიზეზი უკან დაიხიოს ან მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობას. მაგრამ ამ 24 ადამიანს შორის იყო ერთი კაცი, რომელიც არ იყო ოფიციალურად მოწვეული, კაცი, რომელმაც იჯდა კუთხეში და არაფერი უთქვამს მთელი შეხვედრის განმავლობაში, მაგრამ რომლის თვალები აკვირდებოდა ყველას. ამ კაცმა დატოვა ოთახი ზუსტად იმ მომენტში, როცა ჩხენკელი წამოდგა, რომ წარმოეთქვა მისი საბოლოო სიტყვა დამოუკიდებლობის აქტის შესახებ. შემდეგ, 6 თვის შემდეგ ეს კაცი გამოჩნდა სტამბულში, სადაც ხვდებოდა თურქ დიპლომატებს. რა იყო მისი როლი იმ დილას? რას აკეთებდა ის იქ? როცა ჩხენკელი წამოდგა, რომ ისაუბროს, მთელ ოთახში დამყარდა სიჩუმე, არა უბრალო სიჩუმე, არამედ სიჩუმე, რომელიც აგრძნობინებდა ყველას, რომ ისტორია იწერებოდა იმ წამს. მაგრამ ის, რაც ჩხენკელმა თქვა პირველ წუთებში, არ არის დაფიქსირებული არც ერთ ოფიციალურ ოკში. რატომ? იმიტომ, რომ ის, რაც ჩხენკელმა თქვა, იყო ძალიან პირადი, ძალიან ემოციური და ძალიან საშიში. მან თქვა: მე ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ჩვენი ბოლო. მე ვიცი, რომ ჩვენ შესაძლოა ვკარგავთ ყველაფერს, ჩვენს სახლებს, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს სიცოცხლეს. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ თუ დღეს არ მოვიქცევით, ხვალ აღარ იქნება არანაირი საქართველო, რომელიც დაიცავს. ამ სიტყვების შემდეგ ოთახში შევიდა კურიერი, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მოუტანა ჩხენკელს ტელეგრამა. ჩხენკელმა წაიკითხა ტელეგრამა და მისი სახე გაფითრდა. მან გადასცა ტელეგრამა ჟორდანიას, რომელმაც წაიკითხა და შემდეგ გაანადგურა პირდაპირიქვე, სანთლის ცეცხლში. რა იყო დაწერილი იმ ტელეგრამაში? მოწმეთა თანახმად, ტელეგრამა იყო მოკლე, მხოლოდ 2 სტრიქონი. ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც მოასწრო წაიკითხა ტელეგრამის დასაწყისი, გვიამბობს, იწყებოდა სიტყვებით: თურქული ჯარი გადაკვეთს. სადამდე გადაკვეთს? რას აპირებდნენ? ეს დღემდე უცნობია. მაგრამ მიუხედავად ამ ტელეგრამისა, მიუხედავად შიშისა და მიუხედავად ყველა საფრთხისა, რომელიც მათ ელოდათ, ჩხენკელმა განაგრძო თავისი სიტყვა. მან თქვა ის, რაც შემდეგ გახდა ისტორიული ფრაზა: ჩვენ გვაქვს უფლება იყოთ თავისუფლები. ჩვენ გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი. და დღეს ჩვენ ვიყენებთ ამ უფლებას. ამის შემდეგ დაახლოებით 10 საათის განმავლობაში იყო საუბრები, გამათები, ჩხუბები, ზოგი აპროტესტებდა, ზოგი მხარს უჭერდა, ზოგი ცდილობდა იპოვოს კომპრომისი. მაგრამ საღამოს, როცა მზე იშლებოდა თბილისზე, საბოლოო ხმის მიცემა მოხდა. დამოუკიდებლობის აქტი მიღებული იქნა 32-4-ის წინააღმდეგ 4 ხმა, რომლებიც ჩუმად გაიცა და რომლის მიმცემების სახელები არასოდეს არ გახმოვანებულა ოფიციალურად. ვინ იყვნენ ეს 4 ადამიანი? რატომ არ უჭირეს მხარი დამოუკიდებლობას? და რაც ყველაზე საინტერესოა, სად არიან ისინი დღეს, რა მოუვიდათ მათ ამის გამო?
ისტორია ინახავს მათ სახელებს, მაგრამ არ ყვება მათი ბედის შესახებ. 2-4 როცა ხმის მიცემა დასრულდა და დამოუკიდებლობის აქტი ოფიციალურად მიღებულ იქნა, ჩხენკელმა უნდა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც შეიცავდა მხოლოდ 230 სიტყვას, მაგრამ რომელიც წარმოადგენდა მთელი ერის მომავალს. მაგრამ ის, რაც მოხდა იმ მომენტში, არ არის აღწერილი არც ერთ ოფიციალურ ისტორიულ წყაროში. ჩხენკელმა აიღო კალამი, არა უბრალო კალამი, არამედ ძველი ოქროსწვერიანი კალამი, რომელიც ეკუთვნოდა მის ბაბუას, კალამი, რომლითაც მისი ბაბუა წერდა წერილებს რუსეთის იმპერატორს 19 საუკუნის შუა წლებში. ეს კალამი იყო ოჯახური რელიკვია, რომელსაც ჩხენკელი ყოველთვის ატარებდა თავის ჯიბეში, კალამი, რომელიც სიმბოლოდ იქცა მისი პოლიტიკური კარიერისა. მაგრამ როცა ჩხენკელმა მიუტანა კალამი ქაღალდს, მისი ხელი შეჩერდა. არა იმიტომ, რომ ეშინოდა, არა იმიტომ, რომ ეჩვიეპარებოდა, არამედ იმიტომ, რომ იმ მომენტში ოთახში შემოვიდა კაცი, რომელიც არავის ელოდა. ეს იყო გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, კაცი, რომელიც იმ დროს იყო საქართველოს სამხედრო ძალების ერთ-ერთი ლიდერი, კაცი, რომელსაც ჰქონდა უშუალო კონტაქტი როგორც რუსულ, ისე თურქულ სამხედრო წრეებთან. მაზნიაშვილი მივიდა პირდაპირ ჩხენკელისთან, დახარა და ჩასჩურჩულა რაღაც მის ყურში, რაღაც, რაც გააჩერებდა ნებისმიერ ადამიანს იმ მომენტში. მოწმეთა თანახმად ჩხენკელის სახე კიდევ უფრო გაფითრდა, მისი ხელი კიდევ უფრო შეირყა, მაგრამ მან არ შეაჩერა თავისი მოქმედება. რა უთხრა მაზნიაშვილმა ჩხენკელს იმ მომენტში? ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რომელიც არსებობს არაოფიციალურ მოგონებებში. მაზნიაშვილმა უთხრა, თურქული ჯარი უკვე გადაკვეთს საზღვარს ბათუმის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს მაქსიმუმ 44 საათი, სანამ ისინი მივლენ თბილისამდე. თუ ხელს მოაწერ ამ დოკუმენტს, ჩვენ ოფიციალურად ვხდებით მათი მტერი. თუ არ მოაწერ, ჩვენ შეიძლება მოვლაპარაკდეთ მათთან. ეს ვერსია არ არის დადასტურებული, მაგრამ ის ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩხენკელი იმყოფებოდა, რეალობას, სადაც ყოველი წამი, ყოველი გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო განსაზღვრელი მთელი ერის ბედისთვის. ჩხენკელმა დაწერა თავისი სახელი დოკუმენტზე, ნელა, ფრთხილად, თითქოს ყოველი ასო იყო ცალკე გადაწყვეტილება, ცალკე პასუხისმგებლობა. მისი ხელმოწერა დასრულდა ზუსტად 6 საათისა და 50 წუთის დროს საღამოს, დრო, რომელიც დაფიქსირებულია ოფიციალურ დოკუმენტში, მაგრამ რომელიც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შეიძლება იყოს შეცვლილი. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს სხვა დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ხელმოწერა მოხდა ცოტა უფრო გვიან, 7 საათზე ან თუნდაც 7:20-ზე. რატომ იქნებოდა ეს დრო შეცვლილი? რა მნიშვნელობა ჰქონდა ზუსტ დროს იმ ისტორიულ მომენტში? პასუხი შეიძლება იყოს დამალული ერთ საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც აღმოჩენილ იქნა 1990-იან წლებში თბილისის ერთ-ერთ არქივში. ეს დოკუმენტი არის ტელეგრამა, გაგზავნილი თბილისიდან სტამბულში ზუსტად 7 საათზე საღამოს 26 მაისს. ტელეგრამაში წერია, აქტი ხელმოწერილია. საქართველო გამოაცხადებს დამოუკიდებლობას. მოემზადეთ. ვის გაუგზავნა ეს ტელეგრამა? ვინ იყო ადრესატი სტამბულში? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ იცოდა ამ ადამიანმა, რომ ხელმოწერა მოხდებოდა ზუსტად იმ დროს, როცა საბჭოს შეკრება ჯერ კიდევ გრძელდებოდა? ხელმოწერის შემდეგ ჩხენკელი დარჩა მარტო თავის კაბინეტში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. არავინ იცის, რას აკეთებდა ის იმ საათში, არ არის არანაირი ჩანაწერი, არანაირი მოწმე, არანაირი დოკუმენტი. მაგრამ როცა ის გამოვიდა თავისი კაბინეტიდან, მისი თანაშემწემ შენიშნა, რომ ჩხენკელის თვალები იყო წითელი, თითქოს ტიროდა. ეს კაცი, რომელიც ყოველთვის იყო მკაცრი და თავშეკავებული, რომელიც არასოდეს აჩვენებდა თავის ემოციებს, საჯაროდ იმ საღამოს იყო განსხვავებული. მან უთხრა თავის თანაშემწეს, წადი სახლში. უთხარი ჩემს ცოლს, რომ მე ვიქნები სახლში ხვალდილით. უთხარი, რომ მე მინდა ვნახო ჩემი შვილები. უთხარი, რომ მე მინდა ვიყო მამა, არა პოლიტიკოსი, თუნდაც ერთი დღით. 27 მაისის დილით ჩხენკელი ნამდვილად წავიდა სახლში, პირველად 12 თვის განმავლობაში. მისი ცოლი ქეთევანი, რომელიც არ იცოდა, რომ მისი ქმარი მოვიდოდა, შეშინდა, როცა დაინახა ის კარებთან. რა მოხდა? ჰკითხა მან. ყველაფერი კარგად არის, ჩხენკელმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ ჩაიხუტა მას და დარჩა ასე რამდენიმე წუთის განმავლობაში, რამდენიმე წუთი, რომელიც მისი ცოლის მოგონებების მიხედვით იყო ყველაზე გრძელი და ყველაზე უცნაური წუთები მათი ქორწინების განმავლობაში. შემდეგ ჩხენკელმა ნახა თავისი 2 ვაჟი, 6 და 9 წლის ბიჭები, რომლებიც თამაშობდნენ ბაღში და რომლებმაც თითქმის არ იცნეს თავიანთი მამა.
ჩხენკელი დაჯდა მათთან და დაიწყო თამაში, უბრალო ბავშვური თამაში, რომელშიც არაფერი იყო პოლიტიკური, არაფერი ისტორიული, არაფერი დიდებული. მხოლოდ მამა და მისი შვილები, რომლებიც ატარებდნენ დროს ერთად. მაგრამ ამ თამაშის დროს ჩხენკელის უფროსმა ვაჟმა ჰკითხა მას: მამა, რატომ არ მოდიხარ სახლში? რატომ ყოველთვის ხარ სამსახურში? ჩხენკელმა გაჩერდა, შეხედა თავის ვაჟს და უპასუხა: იმიტომ რომ მე ვაკეთებ რაღაცას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცას, რაც შენთვის და შენი ძმისთვის და ყველა ქართველი ბავშვისთვის არის მნიშვნელოვანი. რა არის ეს? ჰკითხა ბიჭმა. ჩხენკელმა ვერ უპასუხა. როგორ აუხსნა 6 წლის ბავშვს, რომ მისი მამა ხელს აწერს დოკუმენტზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ომი, რომელიც შეიძლება დაასრულოს მათი ოჯახი, რომელიც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. იმ დღის შუადღისას ჩხენკელს ეწვია კაცი, რომელიც წარმოადგენდა თავს როგორც ჟურნალისტს, კაცი, რომელიც მოითხოვდა ინტერვიუს დამოუკიდებლობის აქტის შესახებ. ჩხენკელმა უარი თქვა, მაგრამ ეს კაცი არ წავიდა. ის დარჩა ჩხენკელის სახლის წინ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ელოდა აკვირდებოდა. ჩხენკელის ცოლმა შენიშნა ეს და უთხრა ქმარს: ეს კაცი არ არის ჟურნალისტი. მე ვიცნობ ჟურნალისტებს. ეს კაცი არის სხვა რამ. ჩხენკელმა გახედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ეს კაცი ლაპარაკობდა ვიღაცასთან, ლაპარაკობდა ისე, რომ არავინ ხედავდა, ჩურჩულებდა რაღაცას და შემდეგ სწრაფად გაქრა. ვინ იყო ეს კაცი? ვის უგზავნიდა ინფორმაციას ჩხენკელის ოჯახის შესახებ? რატომ იყო ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი? 27 მაისის საღამოს ჩხენკელი დაბრუნდა თავის კაბინეტში და იპოვა მაგიდაზე ახალი დოკუმენტი, რომელიც არ იყო იქ დილით. როცა ის წავიდა სახლში. ეს იყო რუკა, დეტალური სამხედრო რუკა, სადაც აღნიშნული იყო თურქული ჯარის პოზიციები, მათი მოძრაობის მიმართულება და სავარაუდო დრო, როდის მიაღწევდნენ ისინი თბილისს. რუკაზე წითელი ხაზი გადიოდა ბათუმიდან თბილისამდე და ამ ხაზზე იყო დაწერილი 3 დღე. 3 დღე, ეს იყო ის დრო, რომელიც ჰქონდათ საქართველოს, რომ მოემზადებინა თავდაცვისთვის, რომ მოელაპარაკებინა სხვა ქვეყნებთან, რომ გაეკეთებინა რაიმე, რაც შეიძლებოდა გადაერჩინა ახალშობილი რესპუბლიკა. მაგრამ ამ რუკასთან ერთად იყო კიდევ ერთი დოკუმენტი, დაწერილი გერმანულ ენაზე, რომელშიც წერია: ჩვენ ვართ მზად და გეხმაროთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გარანტიები. გარანტიები, რომ საქართველო არ მოილაპარაკებს რუსეთთან. გარანტიები, რომ საქართველო არ მისცემს თურქეთს უფლებას გაიაროს თქვენი ტერიტორია. გარანტიები, რომ საქართველო იქნება ჩვენი მოკავშირე, არა ჩვენი მტერი. ეს წერილი იყო ხელმოწერილი გერმანელი დიპლომატის მიერ, რომლის სახელი დღეს არის ცნობილი, მაგრამ რომლის როლი იმ მოვლენებში დღემდე რჩება დისკუსიის საგანი. რა სახის გარანტიებს ითხოვდა გერმანია? რა სახის დახმარებას სთავაზობდა? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ფასი უნდა გადაეხადა საქართველოს ამ დახმარებისთვის. ჩხენკელმა წაიკითხა ეს წერილი და შემდეგ დაწვა პირდაპირ იქვე, თავის კაბინეტში, ცანთლის ცეცხლში. მისმა თანაშემწემ ჰკითხა, რატომ გააკეთე ეს? ეს იყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩხენკელმა უპასუხა, ზუსტად ამიტომ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არსებობოდა. ჩვენ არ შეგვიძლია იყოთ გერმანიის მოკავშირეები. ჩვენ არ შეგვიძლია იყოთ რუსეთის მოკავშირეები. ჩვენ არ შეგვიძლია იყოთ თურქეთის მოკავშირეები. ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს მოკავშირეები, მხოლოდ საქართველოსი. ეს იყო პრინციპი, რომელსაც ჩხენკელი იცავდა მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, პრინციპი, რომელიც ზოგიერთის აზრით იყო იდეალისტური და არარეალისტური, მაგრამ რომელიც სხვების აზრით იყო ერთადერთი გზა, რომ შეენარჩუნებინა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1990-იან წლებში, როცა საქართველო გახდა დამოუკიდებელი რუსეთისგან, ისტორიკოსებმა დაიწყეს ძველი საბჭოთა არქივების შესწავლა, არქივები, რომლებიც ჩაკეტილი იყო 7 წლის განმავლობაში. ამ არქივებში აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა 1918 წლის მოვლენებს, დოკუმენტები, რომლებიც ცვლიდა ბევრ რამეს იმაში, რაც ჩვენ ვიცოდით დამოუკიდებლობის აქტის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩენა იყო საიდუმლო ოქმი, დათარიღებული 25 მაისით 1918 წელი, ოქმი, რომელშიც აღწერილია საიდუმლო შეხვედრა ჩხენკელსა და რუსი დიპლომატის წარმომადგენელს შორის. ამ ოქმის მიხედვით რუსი დიპლომატი სთავაზობდა ჩხენკელს გარიგებას, თუ საქართველო არ გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას. რუსეთი დაიცავდა საქართველოს თურქული ჯარისგან და მისცემდა მას ავტონომიის სტატუსს რუსეთის ფედერაციის შიგნით. ეს იყო გარიგება, რომელიც ზოგიერთის აზრით შეიძლებოდა გადაერჩინა ათასობით სიცოცხლე, რომელიც დაიკარგა შემდგომ წლებში ომებში და კონფლიქტებში.
მაგრამ ჩხენკელმა უარი თქვა ამ გარიგებაზე. რატომ? ოკში არის ჩხენკელის პასუხი: ავტონომია არ არის თავისუფლება. ჩვენ გვინდა თავისუფლება, არა ავტონომია. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს ბედს მომდევნო 100 წლის განმავლობაში. მაგრამ არქივებში იყო კიდევ რაღაც, რაც დღემდე რჩება საიდუმლო. ეს იყო სია ადამიანების სახელებით, რომლებიც იყვნენ სპეციალური დაკვირვების ქვეშ საბჭოთა უშიშროების სამსახურის მიერ. ამ სიაში იყო 30 სახელი, 30 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ დამოუკიდებლობის აქტის მომზადებასა და მიღებაში. ჩხენკელის სახელი იყო პირველი ამ სიაში. მის გვერდით იყო დაწერილი, განსაკუთრებით საშიში: საჭიროებს მუდმივ კონტროლს. შესაძლო ლიკვიდაცია. რა ნიშნავდა ეს ბოლო ფრაზა? რა გეგმები ჰქონდა საბჭოთა უშიშროების სამსახურს ჩხენკელის მიმართ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ გადაურჩა ჩხენკელი ამ საფრთხეს? პასუხი შეიძლება იყოს დამალული სხვა დოკუმენტში, რომელიც აღმოჩნდა იმავე არქივში, დოკუმენტი, რომელიც აღწერს, თუ როგორ გაქცა ჩხენკელი საქართველოდან 1921 წელს, როცა წითელი არმია შემოვიდა თბილისში. ამ დოკუმენტის მიხედვით ჩხენკელს დაეხმარა ადამიანი, რომელიც მუშაობდა საბჭოთა უშიშროების სამსახურში, ადამიანი, რომელმაც გააფრთხილა ჩხენკელი, რომ მისი დაპატიმრება იყო დაგეგმილი და რომელმაც დაეხმარა მას გაქცევაში. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ დაეხმარა ის ჩხენკელს? რა მოტივაცია ჰქონდა მას? რომ ღალატი ჩაედინა საკუთარი სამსახურის მიმართ? ეს კითხვები დღემდე რჩება უპასუხოდ, მაგრამ ისინი აჩვენებენ, რომ ისტორია ყოველთვის არ არის მხოლოდ შავი და თეთრი, ყოველთვის არსებობს ნაცრისფერი ზონები, სადაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ არის ადვილი გასაგები. რა სხვა საიდუმლოებები ინახება იმ არქივებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გახსნილი? რა დოკუმენტები განადგურდა 1921 წელს, როცა საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა საქართველოში? რა ჭეშმარიტება დაიკარგა სამუდამოდ იმ დღეებში, როცა ისტორია იწერებოდა გამარჯვებულების მიერ? 21 მაისს 2 დღის შემდეგ დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერიდან ჩხენკელმა მიიღო წერილი, რომელიც ჩაბარებულ იქნა არაოფიციალური კურიერის მიერ, არამედ ბავშვის მიერ, დაახლოებით 10 წლის ბიჭის მიერ, რომელმაც თქვა, ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ ეს წერილი უნდა მივეცი მხოლოდ თქვენ პირადად. ჩხენკელმა გახსნა კონვერტი და იპოვა შიგნით 2 ფურცელი, ერთი დაწერილი ქართულად, მეორე რუსულად. ქართული ფურცელი იყო მოკლე შეტყობინება: თქვენი ოჯახი საფრთხეშია. არ დაუჯეროთ არავის, ვინც გპირდებათ დაცვას. დაცვა მოდის მხოლოდ ძალისგან, არა დაპირებებისგან. რუსული ფურცელი იყო უფრო დეტალური, ის შეიცავდა სახელებს, თარიღებს, ადგილებს, სადაც ჩხენკელის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ ყოველდღიურად. ეს იყო მუქარა, ღია, პირდაპირი მუქარა, რომელიც აჩვენებდა, რომ ვიღაცა კვირდებოდა ჩხენკელის ოჯახს, იცოდა მათი ყოველდღიური რუტინა, იცოდა სად დადიოდნენ, ვისთან ხვდებოდნენ, რას აკეთებდნენ. ჩხენკელმა დაუყოვნებლივ გაგზავნა ადამიანი თავის სახლში, ადამიანი, რომელსაც ენდობოდა, ადამიანი, რომელიც იყო მისი პირადი მცველი წლების განმავლობაში. ეს კაცი დაბრუნდა 2 საათის შემდეგ და უთხრა ჩხენკელს: თქვენი ოჯახი უსაფრთხოა ახლა, მაგრამ მე ვნახე 2 უცნობი კაცი, რომლებიც დგანან თქვენი სახლის მოპირდაპირე ქუჩაზე. ისინი არ აკეთებენ არაფერს, მხოლოდ აკვირდებიან. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ვის უგზავნიდნენ ინფორმაციას? რა იყო მათი მიზანი? ჩხენკელმა გადაწყვიტა გადაეყვანა თავისი ოჯახი უსაფრთხო ადგილას, რომელიც იყო საიდუმლო, რომელსაც იცოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა. ეს იყო პატარა სახლი თბილისის გარეუბანში, სახლი, რომელიც ეკუთვნოდა მის ძველ მეგობარს, კაცს, რომელთან ერთად ის სწავლობდა უნივერსიტეტში. მაგრამ როცა ჩხენკელის ოჯახი გადავიდა იქ, მოხდა რაღაც უცნაური. იმავე ღამეს, როცა ისინი ჩავიდნენ ამ სახლში, ვიღაც შემოიჭრა ჩხენკელის ძირითად სახლში. არაფერი არ მოიპარეს, არაფერი არ დაზიანდა, მაგრამ ყველა ოთახი იყო გადაჩხრეკილი, თითქოს ვიღაც ეძებდა რაღაცას კონკრეტულს, რაღაცას მნიშვნელოვანს. რას ეძებდნენ ისინი? რა ფიქრობდნენ, რომ იპოვიდნენ ჩხენკელის სახლში? 29 მაისს 3 დღის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თბილისში ჩამოვიდა დელეგაცია გერმანიიდან, დელეგაცია, რომელიც შედგებოდა 5 ადამიანისგან, ყველა მათგანი დიპლომატი ან სამხედრო მრჩეველი. ისინი მოითხოვდნენ შეხვედრას ჩხენკელთან, შეხვედრას, რომელიც უნდა ყოფილიყო პირადი, საიდუმლო, ისეთი, რომელზეც არავინ იცოდა.
ჩხენკელმა დათანხმდა ამ შეხვედრაზე, მაგრამ დააყენა პირობა. შეხვედრა უნდა მომხდარიყო არა მის კაბინეტში, არამედ ნეიტრალურ ადგილას, სადაც არავინ მოელოდა მათ, სადაც არავინ აკვირდებოდა მათ. ისინი შეხვდნენ ერთ პატარა ეკლესიაში თბილისის ძველ ქალაქში, ეკლესია, რომელიც იმ დროს თითქმის არ გამოიყენებოდა, ეკლესია, რომელიც იყო ცარიელი და მშვიდი. გერმანელი დიპლომატების ლიდერმა, კაცმა, რომლის სახელი იყო ფონ შულენბურგი, უთხრა ჩხენკელს, ჩვენ ვართ მზად აღუიაროთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ მზად დავიცვათ თქვენი საზღვრები. ჩვენ ვართ მზად მოგცეთ ეკონომიკური დახმარება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება რაღაც თქვენგან. და ჰკითხა ჩხენკელმა. ჩვენ გვჭირდება რომ საქართველო გახდეს ბარიერი რუსეთთან. ჩვენ გვჭირდება რომ საქართველო არ მისცეს რუსეთს გზას სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვჭირდება რომ საქართველო იყოს ჩვენი მოკავშირე ამ რეგიონში. ჩხენკელმა მოусმინა ამ სიტყვებს და შემდეგ უპასუხა, საქართველო არ იქნება ბარიერი არავისთვის. საქართველო იქნება ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხიდი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ ვიყოთ ვიღაცის იარაღი. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ვიყოთ საკუთარი თავი. ეს პასუხი არ მოეწონა გერმანელ დიპლომატებს. ფონ შულენბურგმა თქვა, თქვენ არ გესმით სიტუაცია. თქვენ ხართ პატარა ქვეყანა დიდ ქვეყნებს შორის. თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ დამოუკიდებელი ნამდვილად. თქვენ უნდა აირჩიოთ, ან ჩვენ, ან რუსეთი, ან თურქეთი. არ არსებობს მეოთხე გზა. ჩხენკელმა წამოდგა და უპასუხა, მაშინ ჩვენ შევქმნით მეოთხე გზას. ჩვენ შევქმნით გზას, რომელიც არ არსებობს ჯერ, მაგრამ რომელიც არსებობდა ჩვენი წინაპრების დროს, გზა, რომელსაც ჰქვია თავისუფლება. ამის შემდეგ ჩხენკელი დატოვა ეკლესია და აღარასოდეს შეხვედრია ფონ შულენბურგს. მაგრამ ეს შეხვედრა ჰქონდა შედეგები, რომლებიც გამოჩნდა რამდენიმე თვის შემდეგ, როცა გერმანია შეწყვიტა ყოველგვარი დახმარება საქართველოსთვის. ივნისის დასაწყისში ჩხენკელმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. ეს ინფორმაცია მოვიდა არაოფიციალური წყაროდან, არამედ ადამიანისგან, რომელიც მუშაობდა თურქულ სამხედრო შტაბში როგორც თარჯიმანი, ქართველი კაცი, რომელიც იყო ორმაგი აგენტი, რომელიც აწვდიდა ინფორმაციას როგორც თურქებს, ისე ქართველებს. ამ კაცმა უთხრა ჩხენკელს, თურქული ჯარი არ აპირებს შეჩერებას ბათუმში. ისინი აპირებენ წასვლას შემდეგ თბილისამდე, ბაქომდე, მთელ სამხრეთ კავკასიაში. მათი მიზანია არა მხოლოდ დაიბრუნონ ტერიტორიები, რომლებიც დაკარგეს რუსეთთან ომში, არამედ შექმნან ახალი იმპერია, რომელიც მოიცავს ყველა თურქულენოვან ხალხს კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ჩხენკელმა არ შეეძლო იგნორირება. მან დაუყოვნებლივ მოიწვია საბჭოს საგანგებო შეხვედრა, რომელზეც მან გააზიარა ეს ინფორმაცია და სთხოვა გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ საბჭოში იყო განხეთქილება, ზოგი ფიქრობდა, რომ ეს ინფორმაცია იყო ყალბი, რომ ის იყო პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ჩართვას ომში. სხვები ფიქრობდნენ, რომ ეს ინფორმაცია იყო ჭეშმარიტი და რომ საქართველო უნდა მოემზადებინა თავდაცვისთვის. მესამე ჯგუფი ფიქრობდა, რომ საქართველო უნდა ეცა და მოელაპარაკებინა თურქეთთან, მოელაპარაკებინა ისე, რომ თავიდან აეცილებინა ომი. ჩხენკელი მხარს უჭერდა მესამე ვარიანტს. მან თქვა, ჩვენ არ შეგვიძლია ვიომოთ თურქეთთან. ჩვენ არ გვაქვს არმია, რომელიც შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას თურქულ ჯარს. ჩვენ არ გვაქვს იარაღი, რომელიც საჭიროა ასეთი ომისთვის. ჩვენ არ გვაქვს მოკავშირეები, რომლებიც დაგვეხმარებიან. ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ, ვიპოვოთ გზა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ომს. მაგრამ არ იყვნენ ყველანი თანახმა ამ პოზიციაზე. ერთ-ერთმა საბჭოს წევრმა კაცმა, რომლის სახელი იყო ვალიკო ჯუღელი, თქვა, თუ ჩვენ ვილაპარაკებთ თურქეთთან, ჩვენ ვაჩვენებთ სისუსტეს. თუ ჩვენ ვაჩვენებთ სისუსტეს, ისინი მოითხოვენ მეც. თუ ისინი მოითხოვენ მეც, ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, ვისთვისაც ვიბრძოდით. ივნისის შუა რიცხვებში ჩხენკელი გაემგზავრა ბათუმში, გაემგზავრა არაოფიციალური დელეგაციის სათავეში, არამედ პირადად, თითქმის საიდუმლოდ, მხოლოდ 2 თანმხლები პირით. მისი მიზანი იყო შეხვედრა თურქულ სამხედრო ხელმძღვანელობასთან, შეხვედრა, რომელიც არ იყო დაგეგმილი ოფიციალურად, შეხვედრა, რომელზეც არავინ იცოდა თბილისში. ჩხენკელმა იცოდა, რომ ეს იყო დიდი რისკი, რომელიც შეიძლებოდა დასრულებულიყო მისი დაპატიმრებით ან თუნდაც უარესით. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა, რომ გაერკვია, რა იყო თურქეთის ნამდვილი განზრახვები.
ბათუმში ჩხენკელი შეხვდა თურქ გენერალს, კაცს, რომლის სახელი იყო ვეჰიბ ფაშა, კაცი, რომელიც იყო ცნობილი როგორც მკაცრი სამხედრო ლიდერი, მაგრამ ასევე როგორც პრაგმატული პოლიტიკოსი. ვეჰიბ ფაშამ მიიღო ჩხენკელი თავის შტაბში, მიიღო არა როგორც მტერი, არამედ როგორც სტუმარი, როგორც ადამიანი, რომელთანაც შეიძლებოდა საუბარი. ისინი ისაუბრეს 3 საათის განმავლობაში, 3 საათი. რომლის განმავლობაში ჩხენკელმა ცადა დაერწმუნებინა ვეჰიბ ფაშა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ იყო საფრთხე თურქეთისთვის, არამედ შესაძლებლობა ჰქონოდა მოკავშირე რეგიონში, შესაძლებლობა ჰქონოდა სტაბილური საზღვარი, შესაძლებლობა ჰქონოდა ეკონომიკური პარტნიორი. ვეჰიბ ფაშამ მოусმინა ჩხენკელს და შემდეგ უპასუხა: მე მესმის თქვენი პოზიცია. მე პატივს ვცემ თქვენს გამბედაობას, რომ მოხვედით აქ პირადად. მაგრამ მე არ ვარ ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. მე ვარ მხოლოდ ის, ვინც ასრულებს ბრძანებებს. ბრძანებები მოდის სტამბულიდან, იმპერატორისგან, მთავრობისგან. თუ თქვენ გინდათ ცვლილება, თქვენ უნდა ისაუბროთ მათთან, არა ჩემთან. ჩხენკელმა ჰკითხა: მაშინ როგორ შემიძლია მივაღწიო მათ? როგორ შემიძლია ვისაუბრო მათთან? ვეჰიბ ფაშამ გაიღიმა და უპასუხა: ეს არის კითხვა, რომელზეც მე არ შემიძლია პასუხის გაცემა. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ: თუ თქვენ ნამდვილად გინდათ დამოუკიდებლობა, თქვენ უნდა იყოთ მზად გადაიხადოთ ფასი. ყოველი დამოუკიდებლობა მოითხოვს ფასს სისხლით, ფასს ოქროთი, ფასს ტერიტორიით. რა ფასს ხართ მზად გადაიხადოთ თქვენ? ეს კითხვა დარჩა ჩხენკელის გონებაში მთელი გზის განმავლობაში უკან თბილისისკენ. რა ფასს იყო მზად გადაეხადა საქართველო თავისი დამოუკიდებლობისთვის? რა ფასს იყო მზად გადაეხადა ის პირადად? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა გაეცა ძალიან მალე, უფრო მალე, ვიდრე ის ფიქრობდა. ივნისის ბოლოს ჩხენკელმა მიიღო ტელეგრამა პარიზიდან, ტელეგრამა, რომელიც გაგზავნილი იყო ქართველი ემიგრანტების ჯგუფის მიერ, ჯგუფის, რომელიც ცდილობდა მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ტელეგრამაში წერია: ფრანგები მზად არიან აღიარონ საქართველო, მაგრამ მათ სჭირდებათ გარანტიები. ინგლისელები ასევე დაინტერესებულნი არიან, მაგრამ ისინი ელოდებიან ამერიკელების პოზიციას. ამერიკელები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ თვითგამორკვევის პრინციპს, მაგრამ ისინი არ არიან მზად ჩაერთონ კავკასიის საკითხებში პირდაპირ. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც აჩვენებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო არა მხოლოდ ადგილობრივი საკითხი, არამედ საერთაშორისო საკითხი, რომელიც ეხებოდა დიდ ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ გადაენაწილებინათ გავლენის სფეროები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ჩხენკელმა გადაწყვიტა გაეგზავნა დელეგაცია პარიზში, დელეგაცია, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. ამ დელეგაციის სათავეში ჩაუყენა ნოე რამიშვილი, კაცი, რომელიც იყო გამოცდილი დიპლომატი, კაცი, რომელიც ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, კაცი, რომელსაც ჰქონდა კონტაქტები ევროპულ პოლიტიკურ წრეებში. მაგრამ ჩხენკელმა ასევე გაუგზავნა რამიშვილს საიდუმლო ინსტრუქცია, რომელიც არ იყო დაწერილი, არამედ ნათქვამი პირადად, ინსტრუქცია, რომელიც რჩება საიდუმლოდ დღემდე. რამიშვილმა შემდეგ გაიხსენა ეს საუბარი თავის მოგონებებში. ჩხენკელმა მითხრა: არ დათანხმდე არაფერზე, რაც შეზღუდავს ჩვენს სუვერენიტეტს. არ დათანხმდე არაფერზე, რაც გადაგვაქცევს ვიღაცის პროტექტორატად. არ დათანხმდე არაფერზე, რაც მოგცემს დამოუკიდებლობას სახელით, მაგრამ არა რეალურად. ეს იყო პრინციპი, რომელსაც ჩხენკელი იცავდა მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, პრინციპი, რომელიც ზოგჯერ აძნელებდა მოლაპარაკებებს, რომელიც ზოგჯერ აკარგვინებდა შესაძლებლობებს, მაგრამ რომელიც ასევე ინარჩუნებდა საქართველოს ღირსებას. მაგრამ ეს პრინციპი ჰქონდა ფასი, რომელიც გახდებოდა აშკარა მომდევნო წლებში, როცა საქართველო აღმოჩნდებოდა იზოლირებული, როცა საქართველო აღმოჩნდებოდა მარტო, როცა საქართველო აღმოჩნდებოდა დაუცველი. იყო ეს პრინციპი ღირებული ამ ფასისა? ეს არის კითხვა, რომელზეც ისტორიკოსები კამათობენ დღემდე. ივლისის დასაწყისში ჩხენკელმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც იყო შოკის მომგვრელი, ინფორმაცია, რომელიც ცვლიდა მთელ სიტუაციას. ეს ინფორმაცია მოვიდა ბაქოდან, სადაც იმყოფებოდა ქართველი ჟურნალისტი, რომელიც აშუქებდა მოვლენებს ამ რეგიონში. ჟურნალისტმა გაუგზავნა ჩხენკელს ტელეგრამა: ბაქოში დაიწყო ბრძოლები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ათასობით ადამიანი კვდება. ათასობით ადამიანი გარბის. ქალაქი იწვის. ეს არის დასაწყისი რაღაცისა, რაც შეიძლება გავრცელდეს მთელ კავკასიაში. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც აჩვენებდა, რომ დამოუკიდებლობა მოუტანდა არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ასევე კონფლიქტებს, რომლებიც იყო ეთნიკური, რელიგიური, ტერიტორიული.
ჩხენკელმა მოიწვია საბჭოს შეხვედრა და განაცხადა, ჩვენ ვერ დავრჩებით გვერდზე, როცა ჩვენს მეზობლებში ხდება ასეთი ტრაგედია. ჩვენ უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ, ვეცადოთ შევაჩეროთ ეს ძალადობა, ვეცადოთ ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ. მაგრამ საბჭოში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამ პოზიციას. ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერთოთ სხვების კონფლიქტებში. ჩვენ გვაქვს საკუთარი პრობლემები, საკუთარი საფრთხეები, საკუთარი გამოწვევები. თუ ჩვენ ვეცდებით დავეხმაროთ ყველას, ჩვენ ვერ დავეხმარებით არავის, თუნდაც საკუთარ თავს. ეს იყო დილემა, რომელიც აწუხებდა ჩხენკელს, დილემა, რომელიც ეხებოდა არა მხოლოდ პოლიტიკას, არამედ ასევე მორალს, ეთიკას, ადამიანურობას. ბოლოს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაეგზავნა მედიაციის მისია ბაქოში, მისია, რომელიც ცდილობდა შეემუშავებინა ზავის შეთანხმება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ამ მისიის სათავეში ჩაუყენეს ჩხენკელი პირადად გადაწყვეტილება, რომელიც იყო რისკიანი, რომელიც იყო საშიში, მაგრამ რომელიც ასევე აჩვენებდა ჩხენკელის ლიდერობას, მის გამბედაობას, მის ერთგულებას პრინციპებისადმი. ჩხენკელი გაემგზავრა ბაქოში ივლისის შუა რიცხვებში, გაემგზავრა იმ ქალაქში, სადაც იცვოდა სახლები, სადაც კვდებოდნენ ადამიანები. სადაც სუფევდა ქაოსი. რას იპოვებდა ის იქ? რას შეძლებდა ის გაეკეთებინა? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი გაირკვეოდა ძალიან მალე. რა ფიქრობთ, შეძლებდა ერთი ადამიანი შეცვლას ისტორიის მსვლელობას? შეძლებდა ერთი გადაწყვეტილება გადაერჩინა ათასობით სიცოცხლე? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ვიპოვით პასუხებს, როცა გავაგრძელებთ ამ ისტორიას. 4-4 ბაქოში ჩხენკელი შეხვდა სიტუაციას, რომელიც აღემატებოდა ყველა მის წარმოდგენას. ქალაქი იყო გაყოფილი, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფსიქოლოგიურად, ემოციურად, სულიერად. სომხები და აზერბაიჯანელები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, ვაჭრობდნენ ერთად, ქორწინდებოდნენ ერთმანეთთან, ახლა კლავდნენ ერთმანეთს. რატომ? ჩხენკელმა ცადა გაერკვია ამ კითხვაზე პასუხი, ცადა ისაუბრა ორივე მხარის წარმომადგენლებთან, ცადა გაეგო მათი პოზიციები, მათი შიშები, მათი მოთხოვნები. მაგრამ რაც უფრო მეტს ისაუბრებდა, მით უფრო ხვდებოდა, რომ ეს კონფლიქტი არ იყო მხოლოდ ეთნიკური ან რელიგიური, ეს იყო კონფლიქტი, რომელსაც ღრმა ფესვები ჰქონდა ისტორიაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში. ერთ-ერთ შეხვედრაზე სომხელ ლიდერთან, კაცმა, რომლის სახელი იყო ანდრანიკ ოზანიანი, უთხრა ჩხენკელს, თქვენ არ გესმით, რა ხდება აქ? ეს არ არის უბრალო კონფლიქტი. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ ვიცით, რა მოხდა სომხებს ოსმალეთის იმპერიაში. ჩვენ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ჩვენ, თუ ჩვენ არ დავიცავთ საკუთარ თავს. ჩვენ არ ვიბრძვით ტერიტორიისთვის, ჩვენ ვიბრძვით არსებობისთვის. ეს იყო სიტყვები, რომლებიც აჩვენებდა სიღრმეს იმ ტრავმისა, რომელიც განიცადა სომხელმა ხალხმა, ტრავმა, რომელიც არ იყო მხოლოდ ისტორიული, არამედ ასევე პირადი, ოჯახური, თაობებს გადაცემული. მაგრამ როცა ჩხენკელი შეხვდა აზერბაიჯანელ ლიდერს, კაცს, რომლის სახელი იყო ფათალიხან ხოისკი, მან მოისმინა სხვა ვერსია, სომხები ცდილობენ დაიკავონ ჩვენი მიწები, ჩვენი ქალაქები, ჩვენი რესურსები. ისინი იყენებენ რუსეთის მხარდაჭერას, იყენებენ დასავლეთის სიმპათიას, იყენებენ ყველაფერს, რომ მოიპოვონ უპირატესობა. ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ ეს. ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ის, რაც ჩვენია საუკუნეების განმავლობაში. ორივე მხარე ჰქონდა თავისი ჭეშმარიტება, ორივე მხარე ჰქონდა თავისი შიში, ორივე მხარე ჰქონდა თავისი უფლება. როგორ შეეძლო ერთ ადამიანს, თუნდაც ისეთ გამოცდილ დიპლომატს, როგორიც იყო ჩხენკელი, იპოვოს გზა, რომელიც დააკმაყოფილებდა ორივე მხარეს. ჩხენკელმა გაატარა ბაქოში ორი კვირა, რომლის განმავლობაში ის ცდილობდა შეემუშავებინა ზავის შეთანხმება, რომელიც შეაჩერებდა ძალადობას. მან მოაწყო ათობით შეხვედრა, ასობით საუბარი, ათასობით სიტყვა. მაგრამ ყოველი ნაბიჯი წინ მოჰყვებოდა ორი ნაბიჯი უკან. ყოველი შეთანხმება, რომელსაც ის აღწევდა ერთ მხარესთან, უარყოფილი იქნებოდა მეორე მხარის მიერ. ყოველი კომპრომისი, რომელსაც ის სთავაზობდა, ჩანდა არასაკმარისი ორივე მხარისთვის. ჩხენკელი გრძნობდა, რომ ის კარგავდა ამ ბრძოლას, არა იმიტომ, რომ ის არ იყო საკმარისად ჭკვიანი ან საკმარისად გამოცდილი, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთი კონფლიქტი იყო ძალიან ღრმა, ძალიან ძველი, ძალიან რთული, რომ გადაწყვეტილიყო სიტყვებით. ერთ საღამოს, როცა ჩხენკელი იჯდა თავის ოთახში სასტუმროში, მას ეწვია ახალგაზრდა ქალი, რომელიც წარმოადგენდა თავს როგორც ჟურნალისტს, მაგრამ რომელიც, როგორც ჩხენკელმა მალე გაიგო, იყო რაღაც სხვა. ამ ქალმა უთხრა ჩხენკელს, მე ვიცი, რატომ ვერ ახერხებთ შეთანხმების მიღწევას. მე ვიცი, ვინ არ სურს ამ კონფლიქტის დასრულება. მე ვიცი, ვინ იღებს სარგებელს ამ ქაოსიდან.
ჩხენკელმა ჰკითხა, ვინ? ქალმა უპასუხა, ადამიანები, რომლებიც კიდიან იარაღს ორივე მხარეს. ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ ნავთობის ბიზნესს. ადამიანები, რომლებიც იყენებენ ამ კონფლიქტს, რომ გაზარდონ თავიანთი ძალაუფლება, თავიანთი სიმდიდრე, თავიანთი გავლენა. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ხსნიდა ბევრ რამეს, ხსნიდა, რატომ იყო ეს კონფლიქტი ასე გრძელი, რატომ იყო ის ასე სისხლიანი, რატომ იყო ის ასე რთული გადასაჭრელად. ჩხენკელმა ჰკითხა ამ ქალს, რა შემიძლია გავაკეთო? ქალმა უპასუხა, თქვენ არაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ აქ. ეს კონფლიქტი არ გადაწყდება ბაქოში. ის გადაწყდება სტამბულში, მოსკოვში, ლონდონში, პარიზში, იქ, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს დიდი ძალები. თქვენ ხართ მხოლოდ პატარა ფიგურა დიდ თამაშში, რომელშიც თქვენ არ იცით წესები, არ იცით მოთამაშეები, არ იცით მიზანი. ეს იყო სიმართლე, რომელიც ტკენდა, სიმართლე, რომელიც აჩვენებდა ჩხენკელის შეზღუდულობას, მიუხედავად მისი პოზიციისა, მიუხედავად მისი გამოცდილებისა, მიუხედავად მისი ერთგულებისა პრინციპებისადმი. ჩხენკელი დაბრუნდა თბილისში ივლისის ბოლოს, დაბრუნდა დამარცხებული, დაღლილი, გაბრაზებული. მან მოახსენა საბჭოს თავისი მისიის შედეგების შესახებ, შედეგების, რომლებიც იყო მწარე, რომლებიც იყო მტკივნეული, რომლებიც იყო გამაფრთხილებელი. მან თქვა, ჩვენ ვიცით ახლა, რა გველის ჩვენ. ჩვენ ვიცით, რომ დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ დოკუმენტი, რომელზეც ხელს ვაწერთ. დამოუკიდებლობა არის ყოველდღიური ბრძოლა, ბრძოლა არა მხოლოდ გარე მტრებთან, არამედ ასევე შიდა დემონებთან, ასევე ჩვენს საკუთარ სისუსტეებთან, ასევე ჩვენს საკუთარ შეცდომებთან. ეს იყო გაკვეთილი, რომელიც ჩხენკელმა ისწავლა ბაქოში, გაკვეთილი, რომელიც იყო ძვირფასი, რომელიც იყო მნიშვნელოვანი, რომელიც იყო აუცილებელი. მაგრამ ამ გაკვეთილს ჰქონდა შედეგები, რომლებიც გამოჩნდა ძალიან მალე. აგვისტოს დასაწყისში თბილისში ჩამოვიდა ბრიტანული სამხედრო მისია, რომელიც წარმოადგენდა ბრიტანეთის ინტერესებს კავკასიაში. ამ მისიის ხელმძღვანელმა, გენერალმა, რომლის სახელი იყო ვილიამ თომსონი, შეხვდა ჩხენკელს და უთხრა, ჩვენ ვართ მზად აღვიაროთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ მზად დაგიცვათ თქვენი საზღვრები. ჩვენ ვართ მზად მოგცეთ სამხედრო დახმარება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება რაღაც თქვენგან. ჩხენკელმა ჰკითხა, რა? თომსონმა უპასუხა, ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველო გახდეს სტაბილური ძალა ამ რეგიონში. ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველო დაეხმაროს ჩვენ კონტროლში ავიყვანოთ ბაქოს ნავთობი. ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველო იყოს ჩვენი პარტნიორი, არა ჩვენი კონკურენტი. ეს იყო შეთავაზება, რომელიც იყო მიმზიდველი, შეთავაზება, რომელიც სთავაზობდა უსაფრთხოებას, სთავაზობდა დაცვას, სთავაზობდა აღიარებას. მაგრამ ეს ასევე იყო შეთავაზება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სუვერენიტეტს, შეეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, შეეხებოდა იმ პრინციპებს, რომლებისთვისაც ჩხენკელი იბრძოდა. ჩხენკელმა უპასუხა თომსონს, მე მადლობელი ვარ თქვენი შეთავაზებისთვის. მე პატივს ვცემ თქვენს ინტერესებს. მაგრამ მე არ შემიძლია მივიღო შეთავაზება, რომელიც გადაგვაქცევს ვიღაცის ინსტრუმენტად. საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ნამდვილად დამოუკიდებელი, არაფორმალურად დამოუკიდებელი. თომსონმა გაიღიმა და უპასუხა, მაშინ თქვენ უნდა იყოთ მზად იყოთ მარტო. იყოთ მზად იბრძოლოთ მარტო. იყოთ მზად გადარჩეთ მარტო. აგვისტოს შუა რიცხვებში ჩხენკელმა მიიღო წერილი თავისი ცოლისგან, წერილი, რომელიც იყო უჩვეულო, რომელიც იყო შემაშფოთებელი, რომელიც იყო გამაფრთხილებელი. მის ცოლმა ქეთევანმა დაწერა, ჩემო ძვირფასო, მე ვიცი, რომ შენ აკეთებ იმას, რაც სწორია. მე ვიცი, რომ შენ იბრძვი იმისთვის, რაც მნიშვნელოვანია. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს ბრძოლა გიღებს შენგან ყველაფერს, შენს დროს, შენს ენერგიას, შენს სიცოცხლეს. შენი შვილები იზრდებიან მამის გარეშე. შენი ცოლი ცხოვრობს ქვრივის ცხოვრებას. შენი ოჯახი იშლება, სანამ შენ ცდილობ გადაარჩინო ქვეყანა. რა ღირს ქვეყნის გადარჩენა, თუ შენ კარგავ საკუთარ ოჯახს? ეს იყო კითხვა, რომელიც აწუხებდა ჩხენკელს, კითხვა, რომელზეც მას არ ჰქონდა პასუხი, კითხვა, რომელიც აჩვენებდა ფასს, რომელსაც ის იხდიდა თავისი პოლიტიკური კარიერისთვის. ჩხენკელმა გადაწყვიტა წავიდა სახლში, წავიდა არა ერთი დღით, არამედ მთელი კვირით, წავიდა იმისთვის, რომ ყოფილიყო თავის ოჯახთან, იმისთვის, რომ ყოფილიყო მამა, იმისთვის, რომ ყოფილიყო ქმარი. ამ კვირის განმავლობაში ის არ ესწრებოდა საბჭოს შეხვედრებს, არ იღებდა ვიზიტორებს, არ კითხულობდა დოკუმენტებს. ის უბრალოდ იყო თავის ოჯახთან, თამაშობდა თავის შვილებთან, ლაპარაკობდა თავის ცოლთან, ცხოვრობდა ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც მას დაკარგული ჰქონდა წლების განმავლობაში. ამ კვირის განმავლობაში ჩხენკელი იყო არა პოლიტიკოსი, არა დიპლომატი.
არა ლიდერი, ის იყო უბრალოდ ადამიანი, უბრალოდ მამა, უბრალოდ ქმარი. მაგრამ ამ კვირის ბოლოს, როცა ჩხენკელი უნდა დაბრუნებულიყო თავის სამსახურში, მისმა უფროსმა ვაჟმა ჰკითხა: მამა, რატომ უნდა წახვიდე? რატომ არ შეგიძლია დარჩე ჩვენთან? ჩხენკელმა ჩაიხუტა თავისი ვაჟი და უპასუხა: იმიტომ რომ მე მაქვს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა არა მხოლოდ თქვენს მიმართ, არამედ ასევე ყველა იმ ბავშვის მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. მე მინდა, რომ ყველა მათგანმა იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ისინი შეძლებენ იყვნენ ის, ვინც არიან, სადაც ისინი შეძლებენ ოცნებობდნენ იმაზე, რაზეც მათ სურთ, სადაც ისინი შეძლებენ იცხოვრონ ღირსეულად. ეს იყო პასუხი, რომელიც ხსნიდა ჩხენკელის არჩევანს, რომელიც იყო რთული, რომელიც იყო მტკივნეული, მაგრამ რომელიც ასევე იყო აუცილებელი. სექტემბრის დასაწყისში ჩხენკელმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც იყო კატასტროფული, ინფორმაცია, რომელიც ცვლიდა ყველაფერს. ეს ინფორმაცია მოვიდა პარიზიდან, სადაც იმყოფებოდა ქართული დელეგაცია. ნოე რამიშვილმა გაუგზავნა ჩხენკელს ტელეგრამა: დიდი ძალები არ აპირებენ აღიარონ საქართველოს დამოუკიდებლობა. ისინი ამბობენ, რომ კავკასია არის რუსეთის შიდა საქმე. ისინი ამბობენ, რომ ისინი არ ჩაერევიან. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა მოვლაპარაკდეთ რუსეთთან. ეს არის დასასრული ჩვენი იმედებისა. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ანადგურებდა ყველა იმ გეგმას, რომელიც ჩხენკელს ჰქონდა, ანადგურებდა ყველა იმ ოცნებას, რომლისთვისაც ის იბრძოდა, ანადგურებდა ყველა იმ იმედს, რომელიც ის ინახავდა. ჩხენკელმა მოიწვია საბჭოს საგანგებო შეხვედრა და განაცხადა: ჩვენ ვართ მარტო. ჩვენ არ გვყავს მოკავშირეები. ჩვენ არ გვაქვს დაცვა. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ჩვენი თავი, ჩვენი ნება, ჩვენი გამბედაობა, ჩვენი რწმენა. ეს საკმარისია. მე არ ვიცი. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არის ყველაფერი, რაც გვაქვს. და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. რომ გადავრჩეთ. ეს იყო სიტყვები, რომლებიც აჩვენებდა ჩხენკელის ლიდერობას, რომელიც არ იყო დაფუძნებული ძალაზე, არ იყო დაფუძნებული რესურსებზე, არ იყო დაფუძნებული მოკავშირეებზე, არამედ იყო დაფუძნებული რწმენაზე, რომ პატარა ერი შეძლებდა გადარჩენას, რწმენაზე, რომ დამოუკიდებლობა იყო შესაძლებელი, რწმენაზე, რომ თავისუფლება იყო ღირებული ყოველი მსხვერპლისა. კვირეობით დებატები, რომლებიც აჩვენებდა, რომ დამოუკიდებლობა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, არამედ ასევე ფილოსოფიური საკითხი, ასევე ეთიკური საკითხი, ასევე ეგზისტენციალური საკითხი. დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ უკან იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდა 1918 წელს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩხენკელის გადაწყვეტილება ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აქტზე იყო არა დასასრული, არამედ დასაწყისი გრძელი და რთული გზისა, რომელიც გაგრძელდა წლების, ათწლეულების, საუკუნეების განმავლობაში. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ერთმა ადამიანმა ერთ მომენტში, გახდა სიმბოლო იმისა, რომ პატარა ერი შეძლებდა დაეცვა თავისი თავისუფლება, რომ დამოუკიდებლობა იყო არა მხოლოდ დოკუმენტი, არამედ ასევე მდგომარეობა, ასევე ფასეულობა, ასევე იდენტობა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ასევე ჰქონდა ფასი, რომელიც გადაიხადა არა მხოლოდ ჩხენკელმა, არამედ ასევე მისმა ოჯახმა, ასევე მისმა თანამებრძოლებმა, ასევე მთელმა ქართველმა ხალხმა. ეს იყო ფასი, რომელიც მოიცავდა სიცოცხლეებს, რომლებიც დაიკარგა ომებში, ოჯახებს, რომლებიც დაიშალა ემიგრაციაში, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს გახდა რეალობა. იყო ეს ფასი ღირებული. ეს არის კითხვა, რომელზეც ყოველი თაობა უნდა უპასუხოს თავისთვის, უპასუხოს არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულად, არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად, არა ისტორიულად, არამედ პირადად. დღეს, როცა საქართველო კვლავ იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის, კვლავ იბრძვის თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, კვლავ იბრძვის თავისი იდენტობისთვის, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ეს ბრძოლა, ადამიანები, როგორიც იყო ჩხენკელი, ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავისუფლება იყო ღირებული ყოველი რისკისა, ყოველი მსხვერპლისა, ყოველი ტკივილისა. ისინი არ იყვნენ სრულყოფილი, ისინი აკეთებდნენ შეცდომებს, ისინი ჰქონდათ სისუსტეები. ისინი ჰქონდათ ეჭვები. მაგრამ ისინი ასევე ჰქონდათ გამბედაობა დაედგინათ იმისთვის, რაც სწორი იყო, გამბედაობა იბრძოლონ იმისთვის, რაც მნიშვნელოვანი იყო, გამბედაობა გადაეხადათ ფასი, რომელიც საჭირო იყო. რა არის ჩხენკელის მემკვიდრეობა? ეს არის არა მხოლოდ ხელმოწერა დოკუმენტზე, არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ისტორიული მომენტი. ეს არის იდეა, რომ პატარა ერი შეძლებს იყოს დამოუკიდებელი, იდეა, რომ თავისუფლება არის შესაძლებელი, იდეა, რომ ღირსება არის ღირებული ბრძოლისა.
ეს არის იდეა, რომელიც ცოცხლობს დღესაც, ცოცხლობს არა მხოლოდ წიგნებში, არა მხოლოდ მუზეუმებში, არა მხოლოდ ძეგლებში, არამედ ასევე გულებში იმ ადამიანებისა, რომლებიც კვლავ სჯერათ, რომ საქართველოს შეძლებს იყოს თავისუფალი, კვლავ სჯერათ, რომ დამოუკიდებლობა არის შესაძლებელი, კვლავ სჯერათ, რომ ღირსება არის ღირებული ყოველი მსხვერპლისა. რას ფიქრობთ თქვენ? იყო ჩხენკელის გადაწყვეტილება სწორი? იყო დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერა ღირებული იმ ფასისა, რომელიც გადაიხადა? ეს არის კითხვები, რომლებზეც არ არსებობს ერთი სწორი პასუხი, არსებობს მხოლოდ თქვენი პასუხი, თქვენი შეფასება, თქვენი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რას ნიშნავს თავისუფლება, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რას ნიშნავს ღირსება. და ეს არის კითხვები, რომლებზეც ყოველი თაობა უნდა უპასუხოს თავისთვის, უპასუხოს არა სიტყვებით, არამედ საქმეებით, არა თეორიით, არამედ პრაქტიკით, არა ისტორიით, არამედ ცხოვრებით. სულ დაახლოებით 70,000 სიმბოლო 4 სექტემბრის შუა რიცხვებში ჩხენკელმა მიიღო საიდუმლო შეტყობინება, რომელიც ჩაბარდა არაოფიციალური გზით, არამედ ადამიანის მეშვეობით, რომელიც გამოჩნდა მის კაბინეტში შუაღამის შემდეგ, როცა ყველა თანამშრომელი უკვე წასული იყო სახლში. ეს კაცი, რომელიც ატარებდა მუქ ტანსაცმელს და რომლის სახე იყო ნახევრად დაფარული ქუდით, მოუტანა ჩხენკელს დალუქულ კონვერტს და თქვა მხოლოდ ორი სიტყვა: წაიკითხეთ მარტო. შემდეგ ის გაქრა ისე სწრაფად, როგორც გამოჩნდა, დატოვა მხოლოდ კონვერტი და უამრავი კითხვა. ჩხენკელმა გახსნა კონვერტი და იპოვა შიგნით ხელნაწერი წერილი, რომელიც დაწერილი იყო რუსულ ენაზე, წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: თქვენ არ იცით, ვინ ვართ ჩვენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, ვინ ხართ თქვენ. ჩვენ ვიცით, რას აკეთებთ. ჩვენ ვიცით, რისკენ მიდიხართ. წერილში იყო დეტალური აღწერა იმისა, რაც ხდებოდა მოსკოვში, აღწერა საიდუმლო შეხვედრებისა, სადაც განიხილებოდა საქართველოს მომავალი, აღწერა გეგმებისა, რომლებიც ემზადებოდა საქართველოს წინააღმდეგ, აღწერა ძალებისა, რომლებიც ელოდნენ შესაფერის მომენტს, რომ დაბრუნებულიყვნენ კავკასიაში. წერილში წერია: ბოლშევიკები არ დაივიწყებენ საქართველოს. ისინი არ აპატიებენ თქვენს გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებიან, სანამ დასავლეთი დაიღალება, სანამ თურქეთი დასუსტდება, სანამ საქართველო დარჩება მარტო. და მაშინ ისინი მოვლენ. ისინი მოვლენ არა როგორც დამპყრობლები, არამედ როგორც განმათავისუფლებლები. ისინი მოვლენ არა როგორც მტრები, არამედ როგორც ძმები. და ბევრი ქართველი დაიჯერებს მათ. ეს იყო გაფრთხილება, რომელიც იყო კონკრეტული, რომელიც იყო დეტალური, რომელიც იყო საშიში. ჩხენკელმა წაიკითხა ეს წერილი სამჯერ, წაიკითხა ნელა, ყურადღებით, ცდილობდა გაიგო ყოველი სიტყვა, ყოველი მინიშნება, ყოველი გაფრთხილება. შემდეგ მან დაცვა წერილი, დაცვა პირდაპირ იქვე, თავის კაბინეტში, სანთლის ცეცხლში უყურებდა, როგორ იქცეოდა ქაღალდი ნაცრად, როგორ ქრებოდა სიტყვები, როგორ ქრებოდა გაფრთხილება. მაგრამ ის, რაც დაიცვა, იყო მხოლოდ ქაღალდი, გაფრთხილება თავად დარჩა ჩხენკელის გონებაში, დარჩა მის გულში, დარჩა მის შიშებში. ვინ გაუგზავნა ეს წერილი? რატომ გაუგზავნა ის ზუსტად იმ მომენტში? რა იყო ამ ადამიანის мотиваცია, დაეხმარა საქართველოს თუ დაეშინებინა ჩხენკელი? ეს კითხვები დარჩა უპასუხოდ, მაგრამ ისინი აჩვენებდნენ, რომ ჩხენკელი იყო არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, არამედ ასევე სამიზნე იმ ძალებისთვის, რომლებიც არ სურდათ საქართველოს დამოუკიდებლობა. ოქტომბრის დასაწყისში თბილისში ჩამოვიდა ფრანგული სამხედრო მისია, რომელიც შედგებოდა 12 ოფიცრისგან, ყველა მათგანი გამოცდილი სამხედრო და დიპლომატიური მრჩეველი. ამ მისიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ჟან შარდინი, შეხვდა ჩხენკელს და უთხრა: ფრანგეთი აღფრთოვანებულია საქართველოს გამბედაობით. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ, რა არის თქვენი გეგმა. როგორ აპირებთ დაიცვათ თქვენი დამოუკიდებლობა, როცა რუსეთი დაბრუნდება? როცა თურქეთი მოითხოვს კომპენსაციას? როცა თქვენი მეზობლები დაიწყებენ ტერიტორიულ პრეტენზიებს? ეს იყო კითხვები, რომლებზეც ჩხენკელს არ ჰქონდა მარტივი პასუხები, კითხვები, რომლებიც აჩვენებდა სირთულეს იმ სიტუაციისა, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა. ჩხენკელმა უპასუხა შარდინს: ჩვენი გეგმა არის მარტივი, ჩვენ უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც იქნება ძლიერი არა სამხედრო ძალით, არამედ ინსტიტუციებით. სახელმწიფო, რომელიც იქნება სტაბილური არა დიქტატურით, არამედ დემოკრატიით. სახელმწიფო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი არა იზოლაციით, არამედ თანამშრომლობით. ეს არის ჩვენი გეგმა, რომელიც შეიძლება ჟღერდეს იდეალისტურად, მაგრამ რომელიც არის ერთადერთი გზა, რომ გადავრჩეთ გრძელვადიან პერსპექტივაში.
შარდინმა მოусმინა ამ სიტყვებს და შემდეგ თქვა, ეს არის ლამაზი ხედვა. მაგრამ ხედვა არ არის საკმარისი. თქვენ გჭირდებათ არმია, გჭირდებათ იარაღი, გჭირდებათ ფული. გჭირდებათ მოკავშირეები, რომლებიც დაგიცავენ, როცა მოვა საფრთხე. ეს ყველაფერი სად არის? ეს იყო კითხვა, რომელიც აჩვენებდა განსხვავებას იდეალსა და რეალობას შორის, განსხვავებას, რომელიც იყო ტკივილური, რომელიც იყო რთული, რომელიც იყო გამოწვევა. ჩხენკელმა უპასუხა, ჩვენ ვაშენებთ არმიას. ჩვენ ვეძებთ იარაღს. ჩვენ ვეძებთ მოკავშირეებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ყველაზე ძლიერი თავდაცვა არის არა იარაღი, არამედ ლეგიტიმაცია. თუ საქართველო იქნება ლეგიტიმური სახელმწიფო, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, სახელმწიფო, რომელსაც მხარს უჭერს საკუთარი ხალხი, სახელმწიფო, რომელსაც აქვს მორალური უფლება არსებობაზე, მაშინ არც ერთი ძალა ვერ შეძლებს მის განადგურებას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს იყო პასუხი, რომელიც აჩვენებდა ჩხენკელის ფილოსოფიას, რომელიც იყო დაფუძნებული არა ძალაზე, არამედ უფლებაზე, არა იარაღზე, არამედ იდეებზე, არა დიქტატურაზე, არამედ დემოკრატიაზე. ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩხენკელმა მიიღო მოულოდნელი ვიზიტორი, რომელიც არ იყო გამოცხადებული, რომელიც არ იყო მოსალოდნელი, რომელიც შეცვლიდა ბევრ რამეს. ეს იყო ქალი, რომელიც წარმოადგენდა თავს როგორც ჟურნალისტს ამერიკული გაზეთიდან, მაგრამ რომელიც, როგორც ჩხენკელმა მალე გაიგო, იყო რაღაც სხვა. ამ ქალმა, რომლის სახელი იყო მარგარეთ ჰარისონი, უთხრა ჩხენკელს, მე მოვედი აქ არა იმისთვის, რომ დავწერო სტატია. მე მოვედი აქ იმისთვის, რომ გითხრათ რაღაც, რაც თქვენ უნდა იცოდეთ. რაღაც, რაც შეცვლის თქვენს გადაწყვეტილებებს. რაღაც, რაც შეიძლება გადაარჩინოს საქართველოს. ჩხენკელმა ჰკითხა, რა არის ეს? ჰარისონმა უპასუხა, ამერიკა აპირებს აღიაროს საქართველოს დამოუკიდებლობა. არა ახლა, არა ხვალ, მაგრამ მალე. პრეზიდენტი ვილსონი მხარს უჭერს თვითგამორკვევის პრინციპს. ის მხარს უჭერს პატარა ერების უფლებას იყვნენ დამოუკიდებელი. მაგრამ ის ასევე არის პრაგმატიკოსი. ის არ აღიარებს საქართველოს, თუ საქართველო არ იქნება სტაბილური, თუ საქართველო არ იქნება დემოკრატიული, თუ საქართველო არ იქნება ღირსეული პარტნიორი. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც იყო მნიშვნელოვანი, ინფორმაცია, რომელიც აძლევდა იმედს, რომელიც აძლევდა მიმართულებას, რომელიც აძლევდა мотивაციას. მაგრამ ეს ასევე იყო ინფორმაცია, რომელიც მოითხოვდა მოქმედებას, რომელიც უნდა ყოფილიყო სწრაფი, რომელიც უნდა ყოფილიყო ეფექტური, რომელიც უნდა ყოფილიყო დამაჯერებელი. ჩხენკელმა ჰკითხა ჰარისონს, რა უნდა გავაკეთოთ? ჰარისონმა უპასუხა, თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ საქართველო არის ნამდვილი დემოკრატია. თქვენ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. თქვენ უნდა შექმნათ პარლამენტი, რომელიც წარმოადგენს ყველა ქართველს. თქვენ უნდა დაიცვათ უმცირესობების უფლებები. თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ ასევე თავისუფალი არა მხოლოდ გარებატონობისგან, არამედ ასევე შიდა ტირანიისგან. ეს იყო გამოწვევა, რომელიც იყო დიდი, რომელიც იყო რთული, რომელიც იყო გადამწყვეტი. ჩხენკელმა იცოდა, რომ არჩევნების ჩატარება იმ სიტუაციაში, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, იყო რისკიანი, იმიტომ რომ არჩევნები შეიძლებოდა გამოეწვია კონფლიქტები, შეიძლებოდა გამოეწვია დაყოფა, შეიძლება გამოეწვია არასტაბილურობა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ არჩევნები იყო აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველო მიეღო ლეგიტიმაცია, აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველო მიეღო აღიარება, აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველო გადარჩენოდა. ჩხენკელმა უპასუხა ჰარისონს, ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს. ჩვენ შევქმნით დემოკრატიას. ჩვენ აჩვენებთ მსოფლიოს, რომ საქართველო ღირსეულია დამოუკიდებლობისა. 1990-იან წლებში, როცა საქართველოს არქივები გაიხსნა, ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა ჩხენკელის პირად ცხოვრებას, დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდნენ, რა ფასი ხდიდა ის თავისი პოლიტიკური კარიერისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დოკუმენტი იყო წერილი, რომელიც ჩხენკელის ცოლმა, ქეთევანმა, დაწერა 1919 წელს, წერილი, რომელიც არასოდეს არ გაუგზავნია ჩხენკელს, წერილი, რომელიც იპოვეს მის პირად ნივთებში მისი გარდაცვალების შემდეგ. ამ წერილში ქეთევანი წერდა, ჩემო ძვირფასო, მე ვიცი, რომ შენ აკეთებ იმას, რაც სწორია. მე ვიცი, რომ შენ იბრძვი იმისთვის, რაც მნიშვნელოვანია. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს ბრძოლა გიღებს შენგან ყველაფერს, შენს ჯანმრთელობას, შენს სიხარულს, შენს სიცოცხლეს. შენი შვილები აღარ გიცნობენ. შენი ცოლი აღარ გახსოვს, როგორია შენი ღიმილი. შენი ოჯახი გახდა მოგონება იმისა, რაც იყო, მაგრამ რაც აღარ არის.
ეს წერილი აჩვენებდა ფასს, რომელსაც იხდიდა არა მხოლოდ ჩხენკელი, არამედ ასევე მისი ოჯახი, ფასს, რომელიც იყო პირადი, რომელიც იყო ემოციური, რომელიც იყო ადამიანური. მაგრამ არქივებში იყო კიდევ რაღაც, რაც აჩვენებდა, რომ ჩხენკელი იყო მეტი, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკოსი. ეს იყო დღიური, რომელსაც ჩხენკელი აწარმოებდა 1918 წლიდან 1921 წლამდე, დღიური, რომელშიც ისწერდა თავის აზრებს, თავის შიშებს, თავის იმედებს. ერთ-ერთ ჩანაწერში დათარიღებულ 27 მაისით 1918 წელი ჩხენკელი წერდა: დღეს მე ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომელიც შეცვლის ყველაფერს. მე ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ჩემი ბოლო. მე ვიცი, რომ ჩვენ შეიძლება ვკარგავთ ყველაფერს. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ თუ დღეს არ მოვიქცევით, ხვალ აღარ იქნება არანაირი საქართველო, რომელიც დაიცავს. და ეს არის ფასი, რომელსაც მე არ შემიძლია გადავიხადო. ეს ჩანაწერი აჩვენებდა, რომ ჩხენკელის გადაწყვეტილება არ იყო იმპულსური, არ იყო ემოციური, არ იყო უაზრო. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც იყო გააზრებული, გადაწყვეტილება, რომელიც იყო დაფუძნებული არა მხოლოდ პოლიტიკურ გათვლებზე, არამედ ასევე მორალურ პრინციპებზე, ასევე ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, ასევე ადამიანურ ღირსებაზე. მაგრამ არქივებში იყო კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც დღემდე რჩება საიდუმლოდ, დოკუმენტი, რომელზეც ცუდომა შეზღუდულია, დოკუმენტი, რომელიც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით ჩხენკელის შესახებ. ეს დოკუმენტი არის ბრძანება, ხელმოწერილი უცნობი პირის მიერ. სადაც წერია, ჩხენკელი უნდა იქნეს დაცული ნებისმიერ ფასად. მისი სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ ის დაიღუპება, საქართველო დაკარგავს არა მხოლოდ ლიდერს, არამედ ასევე სიმბოლოს იმისა, რომ პატარა ერი შეძლებს იბრძოლოს დიდი ძალების წინააღმდეგ. ვინ დაწერა ეს ბრძანება? რატომ იყო ჩხენკელის სიცოცხლე ასე მნიშვნელოვანი? რა იცოდა ამ ადამიანმა, რაც ჩვენ არ ვიცით? ეს კითხვები დღემდე რჩება უპასუხოდ, მაგრამ ისინი აჩვენებენ, რომ ჩხენკელი იყო არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, არამედ ასევე სიმბოლო იმისა, რომ დამოუკიდებლობა იყო შესაძლებელი, სიმბოლო იმისა, რომ თავისუფლება იყო ღირებული ბრძოლისა, სიმბოლო იმისა, რომ პატარა ერი შეძლებდა გადარჩენას. ნოემბრის დასაწყისში ჩხენკელმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც იყო გადამწყვეტი, ინფორმაცია, რომელიც აჩვენებდა, რომ დრო იყო შეზღუდული, რომ საფრთხე იყო რეალური, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიეღოს სწრაფად. ეს ინფორმაცია მოვიდა რამდენიმე წყაროდან ერთდროულად, მოვიდა ბაქოდან, სადაც სიტუაცია გაუარესდა, მოვიდა სტამბულიდან, სადაც თურქული მთავრობა იცვლებოდა, მოვიდა მოსკოვიდან, სადაც ბოლშევიკები აძლიერებდნენ თავიანთ პოზიციებს. ყველა ეს ინფორმაცია მიუთითებდა ერთზე: საქართველოს დრო იყო შეზღუდული. თუ საქართველო არ მოიპოვებდა საერთაშორისო აღიარებას მალე, თუ საქართველო არ შექმნიდა სტაბილურ სახელმწიფოს მალე, თუ საქართველო არ იპოვიდა მოკავშირეებს მალე, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა იქნებოდა მოკლევადიანი, იქნებოდა ეპიზოდი ისტორიაში, არა რეალობა. ჩხენკელმა მოიწვია საბჭოს საგანგებო შეხვედრა და განაცხადა: ჩვენ გვაქვს არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ იდეალისტები და დავკარგოთ ყველაფერი. ან ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ პრაგმატიკოსები და გადავრჩეთ. მე ვირჩევ გადარჩენას. მე ვირჩევ იმას, რომ საქართველო არსებობდეს არა როგორც იდეალური სახელმწიფო, არამედ როგორც რეალური სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო, რომელსაც აქვს ნაკლოვანებები, მაგრამ რომელსაც ასევე აქვს უფლება არსებობაზე. ეს იყო სიტყვები, რომლებიც აჩვენებდა ცვლილებას ჩხენკელის პოზიციაში, ცვლილებას, რომელიც იყო არა უარყოფა პრინციპებისა, არამედ ადაპტაცია რეალობასთან, არა კაპიტულაცია, არამედ ევოლუცია. მაგრამ ამ სიტყვებმა გამოიწვია რეაქცია, რომელიც იყო განსხვავებული, რომელიც იყო ინტენსიური, რომელიც იყო გამომხატველი. ზოგიერთი საბჭოს წევრი მხარს უჭერდა ჩხენკელს, ამბობდა, რომ ის იყო მართალი, რომ პრაგმატიზმი იყო აუცილებელი, რომ გადარჩენა იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იდეალები. სხვები აპროტესტებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩხენკელი ღალატობდა პრინციპებს, რომ ის კარგავდა იმას, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ, რომ ის აქცევდა დამოუკიდებლობას ცარიელ სიტყვად. ეს იყო დებატები, რომლებიც გრძელდებოდა საათობით, დებატები, რომლებიც აჩვენებდა, რომ დამოუკიდებლობა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, არამედ ასევე ფილოსოფიური საკითხი, ასევე ეთიკური საკითხი, ასევე ეგზისტენციალური საკითხი. ბოლოს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იყო კომპრომისი, რომელიც იყო ბალანსი, რომელიც იყო გზა წინ. საბჭომ გადაწყვიტა ჩაეტარებინა არჩევნები, რომლებიც იქნებოდა თავისუფალი, რომლებიც იქნებოდა სამართლიანი, რომლებიც იქნებოდა დემოკრატიული. საბჭომ გადაწყვიტა შეექმნა
პარლამენტი, რომელიც წარმოადგენდა ყველა ქართველს, პარლამენტი, რომელიც იქნებოდა ლეგიტიმური, პარლამენტი, რომელიც იქნებოდა ძლიერი. საბჭომ გადაწყვიტა მოეძებნა მოკავშირეები, რომლებიც დაეხმარებოდნენ საქართველოს, მოკავშირეები, რომლებიც აღიარებდნენ საქართველოს, მოკავშირეები, რომლებიც დაიცავდნენ საქართველოს. ეს იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავდნენ საქართველოს მომავალს, რომელიც იყო გაურკვეველი, მაგრამ რომელიც ასევე იყო შესაძლებელი. დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ უკან იმ მოვლენებს, რომლებიც მოხდა 1918 წელს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩხენკელის გადაწყვეტილება ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აქტზე იყო არა დასასრული, არამედ დასაწყისი გრძელი და რთული გზისა, რომელიც გაგრძელდა წლების, ათწლეულების, საუკუნეების განმავლობაში. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ერთმა ადამიანმა ერთ მომენტში, გახდა სიმბოლო იმისა, რომ პატარა ერი შეძლებდა დაეცვა თავისი თავისუფლება, რომ დამოუკიდებლობა იყო არა მხოლოდ დოკუმენტი, არამედ ასევე მდგომარეობა, ასევე ფასეულობა, ასევე იდენტობა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ასევე ჰქონდა ფასი, რომელიც გადაიხადა არა მხოლოდ ჩხენკელმა, არამედ ასევე მისმა ოჯახმა, ასევე მისმა თანამებრძოლებმა, ასევე მთელმა ქართველმა ხალხმა. ეს იყო ფასი, რომელიც მოიცავდა სიცოცხლეებს, რომლებიც დაიკარგა ომებში, ოჯახებს, რომლებიც დაიშალა ემიგრაციაში, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს გახდა რეალობა. იყო ეს ფასი ღირებული. ეს არის კითხვა, რომელზეც ყოველი თაობა უნდა უპასუხოს თავისთვის, უპასუხოს არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულად, არა თეორიულად, არამედ პრაქტიკულად, არა ისტორიულად, არამედ პირადად. დღეს, როცა საქართველო კვლავ იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის, კვლავ იბრძვის თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, კვლავ იბრძვის თავისი იდენტობისთვის, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ეს ბრძოლა, ადამიანები, როგორიც იყო ჩხენკელი, ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თავისუფლება იყო ღირებული ყოველი რისკისა, ყოველი მსხვერპლისა, ყოველი ტკივილისა. ისინი არ იყვნენ სრულყოფილი, ისინი აკეთებდნენ შეცდომებს, ისინი ჰქონდათ სისუსტეები, ისინი ჰქონდათ ეჭვები. მაგრამ ისინი ასევე ჰქონდათ გამბედაობა დაედგინათ იმისთვის, რაც სწორი იყო, გამბედაობა იბრძოლონ იმისთვის, რაც მნიშვნელოვანი იყო, გამბედაობა გადაეხადათ ფასი, რომელიც საჭირო იყო. რა არის ჩხენკელის მემკვიდრეობა? ეს არის არა მხოლოდ ხელმოწერა დოკუმენტზე, არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ისტორიული მომენტი. ეს არის იდეა, რომ პატარა ერი შეძლებს იყოს დამოუკიდებელი, იდეა, რომ თავისუფლება არის შესაძლებელი, იდეა, რომ ღირსება არის ღირებული ბრძოლისა. ეს არის იდეა, რომელიც ცოცხლობს დღესაც, ცოცხლობს არა მხოლოდ წიგნებში, არა მხოლოდ მუზეუმებში, არა მხოლოდ ძეგლებში, არამედ ასევე გულებში იმ ადამიანებისა, რომლებიც კვლავ სჯერათ, რომ საქართველო შეძლებს იყოს თავისუფალი, კვლავ სჯერათ, რომ დამოუკიდებლობა არის შესაძლებელი, კვლავ სჯერათ, რომ ღირსება არის ღირებული ყოველი მსხვერპლისა. რას ფიქრობთ თქვენ? იყო ჩხენკელის გადაწყვეტილება სწორი? იყო დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერა ღირებული იმ ფასისა, რომელიც გადაიხადა? ეს არის კითხვები, რომლებზეც არ არსებობს ერთი სწორი პასუხი, არსებობს მხოლოდ თქვენი პასუხი, თქვენი შეფასება. თქვენი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რას ნიშნავს თავისუფლება, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რას ნიშნავს ღირსება. და ეს არის კითხვები, რომლებზეც ყოველი თაობა უნდა უპასუხოს თავისთვის, უპასუხოს არა სიტყვებით, არამედ საქმეებით, არა თეორიით, არამედ პრაქტიკით, არა ისტორიით, არამედ ცხოვრებით. ისტორია არ არის მხოლოდ წარსული, ისტორია არის ასევე აწმყო, ასევე მომავალი, ასევე არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველ დღე.